ბატონ პაატა ზაქარიაშვილს კონფლიქტოლოგს, რომლის ყურადღებაც დეკადების განმავლობაში არის მიპყრობილი ოკუპირებულ ტერიტორიების საზოგადოებებისა და იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი, რით არის აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი ის უკანონო ეგრეთ წოდებული არჩევნები, მაგრამ მაინც ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიდის ახლა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და რას გვაჩვენებს შედეგი, რომელიც პირველი ტურის შედეგად დადგა. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმები მაყურებელს. მნიშვნელოვანი რამები ხდება საქართველოს ტერიტორიაზეც, მაგრამ სამწუხაროდ როგორც გვებრძანეთ ხელისუფლებისთვის ამის არც ალიათ და როგორც ჩანს ეს პირველი შემთხვევა არაა, უკვე მთელი წყება არის, ბოლო 2 წელი მაინცაა, სადაც საერთოდ არ რეაგირებენ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ბიჭვინთის მითვისების პროცედურა იყო ძალიან მტკივნეული აფხაზურ საზოგადოებისათვის და საერთოდ არავითარი რეაგირება არ ჰქონდა საქართველოს მთავრობას. ლაპარაკობ ლუკაშენკოს ჩასვლა, რაც თავისთავად ასევე თვალსაჩინო და მიუღებელი იყო, თუმცა ერთჯერადი იყო და ესეთი დიდი პოლიტიკურად, იმდენი ზარალის მომტანი არ იყო სიტყვაზე ქართულ აფხაზურ ურთიერთობებს, ამდენადაც უნდა ჩამოშლილიყო საქართველოს ბელორუსის ურთიერთობები და არავითარი რეაგირება არ ყოფილა მიმართულებით. აღარ ლაპარაკობ სენსაცია პროგრამაზე, რომელიც რუსეთს უნდა და ამის გამო მოხდა სწორედ ბჟანიას გაშვება, ასე აპარტო ჰოტელები და უამრავი საკითხები, აეროპორტის გახსნა სოხუმში. საერთოდ არავითარი რეაგირება არ ხდება. სადაც რუსეთი ჩართულია, ჩემი დაკვირვებით და მე მგონი ახლოს ვარ სიმართლესთან, სადაც რუსეთი ჩართულია, რუსეთის ინტერესები არანაირ ხმას არ იღებს საქართველოს მთავრობა. მაგრამ მაგალითად აი გუშინდელ არჩევნებზე, დე-ფაქტო არჩევნებზე გააკეთა განცხადება, რეაგირება, რომ გმობს არჩევნებს და მოუწოდებს დასავლეთს, რომ რეაგირება ქონდეთ ამ არჩევნებზე. სადაც მხოლოდ აფხაზური აქტიურობაა, თან ჩვენთვის მიუღებელი, ამაზე რეაგირება არის, მაგრამ სადაც რუსული კომპონენტი პატარა დოზით მაინც მონაწილეობს სამაში, აეროპორტის გახსნას შემდეგ, რაც ჩამოთვალე, იქ არანაირი რეაგირება არ შემჩნევა. რა თქმა უნდა, აშკარად ეს პირდაპირ თვალსაჩინოა. რო თქვა, რომ ჯობდა არც გუშინდელზე არ გეკეთებინა, თუ რეაქცია არ იქნება სწორი, კარგია, რომ გააკეთეს, მაგრამ ფაქტია, რომ აი ამ რეაგირებით გამოარჩიეს აფხაზური აქტიურობა ცალკე უარყოფითი თანაც, იმიტომ რომ როცა აფხაზი ხალხი იბრძვის, მართლა იბრძვის რუსულ ექსპანსიას, იგივე აეროპორტზე არა, ნამდვილად. ბიჭვინთაზე, აპარჰოტელებზე, ქვია მართულებით ინვესტიციებზე, ეს ყველაფერი იყო რუსულ ინტერესების წინააღმდეგ. არანაირი სოლიდარობა, არანაირი მხარდაჭერა, თუ გიდი ირიბი, თუ გიდი ისეთი, რომ აფხაზებს არ მოწონებოდათ, მაგრამ ვიღაც იფიქრებდა ყოჩახ ქართველები. სამწუხაროდ და საუბედუროდ აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზურ საზოგადოებაში საერთოდ გაქრა საქართველოს როგორ დღის წესრიგი. და ეს არის ძალიან კატასტროფულია, რატომ? იმიტომ რომ ადრე როცა ვერთვებოდი, თბილისს ერთვებოდა, არ მოსწონდათ, მაგრამ სულ ჩანდა თბილისის გრავიტაცია, რომ თბილისი ყურადღებას მაინც აქცევს. შეიძლება მათი აზრით უხერხულად, ჯობია ხმა არ მოიღონ ქართველებმა, კი ბატონო, მაგრამ ქართველები ხმას იღებდნენ და რაღაცნაირი სოლიდარობის რაღაცა მათთვის შეიძლება მიუღებელი ფორმით, მაგრამ რაღაც სოლიდარობის რაღაც განცდები იყო, რომ ვიღაცას ამ დედამიწის ზურგზე გარდა რუსეთისა აინტერესებს ახდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. აი საერთოდ გამქრალია, თითქოს საქართველოს იყოს რაღაც მარსზე და რაღაც კამბოჯა იყოს რაღაც აფხაზეთის ტერიტორია და არაფერი საერთოდ არ გვაინტერესებს ჩვენ. ეს არის ძალიან დაბრძგუნველი თვით აფხაზებისათვის, იმიტომ ძალიან პატარა ერია, მცირერიცხოვანია და მართლა პატრონი არ აყავთ დედამიწის ზურგზე. ჩვენ უნდა ვიყო და არა ვართ და რუსეთი კიდე მაქსიმალურად ითვისებს მათ და რა თქმა უნდა ეს არჩევნები კაფეო გამოკვეთილი იყო. პირველად თამამად შეიძლება ითქვას, გამოჩნდა აფხაზურ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიუღებლობა რუსული პოლიტიკის მიმართ. ეს არის რაც განახორციელა აი დე-ფაქტო აი კანდიდატმა ადგურ არზიბამ, რომელიც პოზიცია არის შემდეგი, რომ ჩვენ რუსეთის მოხრები ვართ, რუსეთი გვიყვარს, რუსეთი გვინდა რომ რუსეთის გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, ქვია, შავი ზღვის, ნატოს წინააღმდეგ, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოების პოლიტიკა იყოს თანხმდები ჩვენთან და მივესალმებით, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, როცა ქვია, გაუგებარი, უცხო რუსული ოლიგარქიული ფული. ჩვენ თანახმა ვართ მოსკოვიდან მომოდის ფული და თანახმა ვართ ანგარიში გაუწევთ ამ ფულს და ჩაგაბაროთ ანგარიში, მაგრამ ოლიგარქიული ფული არ გვინდა. ეს არის მაშინ როცა ბჟანიას უკვე მემკვიდრე ბგამბა და ბოდიში და გუნბა კაფეო სასახად ამბობს რომ ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით.
ანუ ინვესტიციების თემებს და აპარტ-ჰოტელების თემებს. ალბათ ბიჭუნთაც იგულისხმება, თუმცა ბიჭუნთაც ლაპარაკი არაა. აი აშკარად ჩანს პირველად გარდა კლანურ დაპირისპირებებს, რომელიც არსებობს ხოლმე ვლადისლავ არძიმბას პირველ დე-ფაქტო პრეზიდენტისა და ანქვაბ გუნდებს შორის მუდმივად ორი ხაზია და დღესაც ეს ორი ხაზი გამოჩნდა. მესამე ძალა ვერანაირად ვერ ჩაერთო მათ პაიკრობაში. დღემდე ანქვაბისა და ვთქვათ ასე არძიმბა ახლა გარდაცვლილია, ხაჯიმბას გუნდი დავარქვათ ამას. ამ ორ ხაზში ყოველთვის იყო რომელი გუნდი გაიმარჯვებდა და რომელი გუნდი მოაჯდებოდა რუსულ დახმარებას და დახერხავდა კორუფციაში აი ამ რუსულ ფულს. აი ახლა პირველად გამოჩნდა არა მარტო თუ ვინ იქნება რუსეთის ფავორიტი და ვისგან მიიღეს ფულს, არამედ ჩვენ აღარ ანუ მათი პოზიცია არის რომ ჩვენ არ გვინდა ბინძური ფული. პირველი ახლა ყველაფერი ბინძური ფულია, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო ლეგიტიმური, უფრო გამჭვირვალე და სახელმწიფო ფული და არა ოლიგარქიული ფული. მათ ნამდვილად ეშინიათ ოლიგარქიული რაღაც გარკვეული ჩარევებისა, იმიტომ რომ ეს ოლიგარქები არიან კასუდარის ხარის ოლიგარქები, კაჩოვი და მისი გუნდი კასუდარის ხარის ყოფილი გუბერნატორი და მას უნდა როგორც სოჩი აითვისა, სოჩის მიდამოები ოლიმპიადის დროს, ეხლა უნდა გააგრძელოს მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე და დიდი კონგლომერატის შექმნას შავიზღვისპირეთში რუსული კაპიტალის დაბადებისა. მithomės ეს კაფეოდ გამოჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რომ მათ დასაბანდი ფული არც და რა აქვს, ეძებენ მთელ სოფლიოში ნამდვილად და ერთ-ერთი წერტილი პოვის აფხაზეთის, სადაც შეიძლება მათ თავიანთი ფული ჩადონ. ამიტომ ეს სიახლეა, რაც ჩვენ სამწუხაროდ ამას ანგარიშს არ უწევთ და ამ სიახლეს ეწინააღმდეგება აფხაზურ საზოგადოებას მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ გინ სულ ცოტა 36% ვის ხმა მისცა მაგალითად ადგურ არძიმბას. და ბატონო ბატა ჩვენი საუბრის ბოლოს საუბრის საშუალებას არ გვაძლევს. პირველი ტური შედგა, თითქოს 46%-იანი უპირატესობა საკმაოდ მნიშვნელოვნად ჟღერს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ დანარჩენი კანდიდატების ხმების საკმაოდ დიდი ნაწილი შეიძლება მობილიზდეს მეორე კანდიდატის. უპირატესობა 10%-იანია. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რას უნდა ველოდოთ მეორე ტურში? მე მაინც გონია რომ არის მოლოდინი არის იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც არ მოხდა შედეგის აღიარება და ასე შემდეგ და სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ ძალისმიერი გზით განვითარების კონკრეტული მაგალითები ბოლოს და ბოლოს პარლამენტის შენობაში დეპუტატი მოკლეს. ხო, საქმე ისაა რომ მართლა რთული ვითარება რუსეთისთვის პირველ რიგში. ჩვენ რა გესაუბრებთ არ ვერევი და ხმას არ ვიყევთ, ერთადერთი გამოწვევა რუსეთისთვის ხდება ახლა რა ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. არის ის რომ მათ ქონოდათ მაგალითად ესა გუმბას გუნდს ქონოდა რესურსები, გაყალბების განუსაზღვრელი რესურსები 46% არ დაიწერდნენ. პარემ 51% დაიწერდნენ. ეს გამოიწვევდა საზოგადოებაში გაღიზიანებას, მაგრამ მეტნაკლებად მაინც შესაძლებელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ რესურსები სამდენი არ აქვს და ანდა არ უნდათ გამწვევა. ანუ აშკარად ერიდებიან საზოგადოების გამწვევებას. ანუ მე მაინც გონია რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ გუმბამ გაიმარჯვოს, მაგრამ დღის ასაკში დგება ხელახლა დაბრუნდება ის რის გამოც ჩამოუაგდეს ბჟანია. ძალიან უცნაური ვითარებაშია დღეს გუნბა. მათ ფული აღებული აქვს უკვე, ანუ ბჟანიას გუნდს ფული აღებული აქვს. დეპუტატად ყველა ფული აღებული აქვს, რათა ხმა უნდა მიეცათ ამ პროექტისთვის, მაგრამ მოუწია წასვლა დე-ფაქტო პრეზიდენტს. ამ ფონზე ისევ აფხაზებსაც ურჩევნია წესი ჩემი აზრით, ჩემი ლოგიკით, რომ ჯობია ბჟანის გავიდეს, ადგურ არძიმბა გავიდეს, რათა ადგურ არძიმბა უფრო თამამად დაელაპარაკება მოსკოვს, რომ მე ხალხმა ხმა მომცა, რომ გადავხედოთ ინვესტიციების პროგრამას, გადავხედოთ ბიჭვინთას, გადავხედოთ აპარტ-ჰოტელებს. ანუ უფრო ლოგიკური იქნებოდა აფხაზურ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არძიმბა ყოფილიყო უფრო მოლაპარაკე მხარე მოსკოვთან. როგორც კი გუნბა გაიმარჯვებს და ისევ დაიწყება ლაპარაკი ამ ძველ პროექტებზე, ღრმად ვარ დარწმუნებული საზოგადოებაში ისევ დაიწყება მღელვარება და ისევ მოხდება მაგალითად არა გამორცხული, მოხდეს ხელახალი რაღაც გარკვეული დაპირისპირება. იმიტომ რომ გამოვა რომ არჩევნების შედეგად არ განიმუხტება დაძაბულობის ის მიზეზები არ გაქრება პირიქით. პირიქით გამყარდება და რუსეთს არის ანიშნული არჩევნები ჩვენ ამ დრომდეც და შემდეგაც ალბათ თქვენს საინტერესო მოვისმენთ ამ თემთან დაკავშირებით. ბატონი პაატა ზაქარიაშვილი, მადლობა უთხრათ მას და დავამშვიდობოთ.